ყურადღების ცენტრში არის სტამბული, სადაც ირკვევა, რომ შეხვედრის დაგვიანების მიზეზი არის რუსული მხარის შეწინააღმდეგება, რომ ამერიკისა და თურქეთის წარმომადგენლები დასწრებოდნენ შეხვედრას, გამოცემის ცნობით RBK უკრაინას ვციტირებ, თურქული მხარე მხოლოდ მისასალმებელ სიტყვამდე დარჩება, რის შედეგად შეხვედრას დატოვებს. რა მოლოდინები არსებობს კიევში სტამბულის მოლაპარაკების მიმართ? კიევში მოლოდინი სტამბულიდან არანაირი არ არის. გასაგები იყო, რომ სტამბული იყო ესეთი ერთგვაროვანი ხაფანგი უკრაინელების მხარისათვის და იყო მცდელობა რუსეთის ფედერაციის მიერ და პუტინის მიერ რაღაცნაირად შემოეწყობინათ ისევ ასე ვთქვათ სტამბულში გვახსოვს რომ ყველა ძალიან კარგად სტამბული 1 და ეს მომხდარიყო შემდგომ რაღაცნაირად გაგრძელება სტამბული 2-ზე. ეს საუბარი იყო იმაზე რეალურად რომ განცხადება რომელიც პუტინმა გააკეთა ეს არ იყო გაკეთებული უკრაინისთვის, იყო გაკეთებული იმისთვის, რომ უკრაინისთვის აეძულებინათ დაბრუნებულიყო სტამბულში, მხოლოდ და მხოლოდ ტრამპის, ასე ვთქვათ, წნეხის და ზეგავლენის ქვეშ, რაც რეალურად ცოტა არ იყოს თულებით რუსეთისთვის გაუთვლელი მიმართულებით წარიმართა და ეს მოლაპარაკება, რომელსაც ერქვა პირდაპირი მოლაპარაკება, უკრაინელებმა გადაწყვიტეს, კერძოდ იყო საუბარი იმაზე, რომ იყო კარგი გადაწყვეტილება ეს ზელენსკისა და მან პირადად გადაწყვიტა არ ჩასვლა. როგორც ხედავთ, რუსეთის ფედერაცია არ იყო მზად იმისათვის, რომ ეს რეალურად სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყოთ. აქ ესეთი აზრი მე თითქოს პუტინი არ გაება ზელენსკის, ასე ვთქვათ, მახეში, მან უარი განაცხადა ჩამოსვლაზე, ეს გახსოვთ ალბათ სტადიონ, როცა პოროშენკომ დათანხმდა სტადიონზე გასვლა და იქ ზელენსკიმ როგორც შოუმენმა და როგორც კი ბატონო, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც იყო მთავარი დებატები სტადიონზე. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ პუტინი ასე ვთქვათ ამ მახეში არ გაება, მან გააგრძელა თავისი, ასე ვთქვათ, გეგმა, ეს გეგმა რეალურად იყო სტამბული 2. ეხლა იქნება მცდელობა რაღაცნაირად, იმიტომაც არის საუბარი იმაზე, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არც რუბიომ, არც თურქებმა მიიღონ მონაწილეობა ამ პირდაპირ მოლაპარაკებებში. რატომ უნდათ ეს, რომ მარტო დარჩნენ უკრაინასთან ამ მოლაპარაკების პროცესში? მოწოდება იყო პირდაპირ მოლაპარაკებებზე, იმიტომ რომ ხა მათთვის ყველაზე ადვილი არის უკრაინისთვის აი ესე იმ პირობების წამოყენება, მე არ ვიცი თუ რამდენად საქმის კურსში ხარ სტამბული 1-ის აი იმ პირობებზე, რომელზეც უკრაინელებმა ხელი მოაწერეს და ის რაც დღეს ასე ვთქვათ რუსეთის ფედერაცია ცდილობს რომ აი ის დააბრუნოს უკან აი ეს ხელშეკრულებები თითქოს და ჩვენ გონდა წინსვლა დავიწყეთ მოლაპარაკებების სამშვიდობო ჩვენ მოვაწერეთ ხელი რაღაცას და ეხლა გვინდა გავაგრძელოთ და ალბათ უფრო კაბალურზეა საუბარი, ვინაიდან ალბათ რაღაცა ცვლილებები იქნება შეტანილი ამდელი რეალობის გათვალისწინებით. ბანარჩილ, პირველი სტამბული 1-ის შემდეგ რუსეთს აქვს, ასე ვთქვათ, ფრონტის ხაზზე, უფრო მეტ ტერიტორიაზე შეუძლია, აცხადებს ახლა პრეტენზიას. ამიტომ სტამბული 2-ში, 2-ის პირობებში ალბათ მათი მხრიდან იქნება ეს წამოყენებული. ჩვენ ვიცით ასევე JD Vance-ის სიტყვები, ძალიან ბევრს ითხოვენ რუსები, ასე არის ეს ფორმულირებული. ანუ ამის მოლოდინი რამდენად არის? სიმართლეს გეტყვით, სტამბული 1 და სტამბულის 2-ში თუ იქნება რეალურად აი ტერიტორიულ რაღაცა პრეტენზიები, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციას მეტი აქვს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მათ რეალურად კანონმდებლობა მიიღეს, კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანეს და ასე ვთქვათ, აი გამომდინარე იქიდან რომ აი ჩვენ ასე გვინდა, მათი სურვილი რა თქმა უნდა არ არის პანაცეა რაღაცის მოთხოვნის და რაღაცის გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ რეალურად სტამბული 1-ის პირობებში მათ უფრო მეტი ტერიტორია ჰქონდათ უკრაინის ასე ვთქვათ ანექსირებული, ამიტომ რეალურად მათ ჰქონდათ საშუალება რაღაც პრეტენზიები წამოეყენებინათ და რაღაცა ასე ვთქვათ თავიანთი სურვილები ჩაემატებინათ ამ პირველ ხელშეკრულებაში. გაიხსენეთ მაშინ კიევის ოლქში იყვნენ შემოსული
პრაქტიკულად ხერსონი ჰქონდათ დაკავებული და ასე შემდეგ. იმის შემდეგ ეს კიევის ოლქი ხარკოვის გარშემო ტერიტორიების განთავისუფლება მოხდა. ამიტომ იმის თქმა, რომ იმ პერიოდში უფრო კაბალურ მდგომარეობაში იყო უკრაინა, ვიდრე ეხლა არის, ეს ალბათ არ იქნება სიმართლესთან ახლოს, მაგრამ რეალურად, ფაქტია, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობს გაჭიმოს, ასე ვთქვათ, დრო, ცდილობს უფრო აქტიურად მიიღოს ბრძოლებში მონაწილეობა, წინ წაიწიოს რაღაცა მინიმალური, მაგრამ რაღაც ცდილობები მაინც აქვს, რომ ტერიტორიები უფრო ახალი, უფრო მეტი ტერიტორიები, ასე ვთქვათ, ანექსირება გაუკეთოს და ამიტომ რაღაცა მომენტში, როცა ეს ხელშეკრულება, როცა ეს მოლაპარაკებები მივა რაღაცა გარკვეულ ეტაპამდე, მათ შეუძლიათ ყოველთვის თქვა, რომ აი ჩვენ გავჩერდებით იქ, სადაც დღეს ვართ, სადაც დღეს წინახაზია ფრონტის. ამიტომ ეს ფაქტია ის, რომ მათ მიერ მცდელობა დააბრუნა უკან მედინსკი, თითქოს და ის კაცი, რომელმაც პირველი სტამბული და იგი საქმის კურსში არის ყველაფრისა, ის რაც ხდებოდა მაშინ, და ეს ყველაფერი ალბათ მაინც თამაშია, მაინც ასე ჩვენთვის აქედან რო უყურებთ რეალურად არ არის რეალური მცდელობები, თუნდაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისა, მე აღარ მაქვს საუბარი საერთოდ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების. კი ბატონო, ბატონო არჩილ, პარალელურად მაყურებელს ვეთყვი, რომ გადის კადრი, ეს არის ალბანეთი, ტირანა, სადაც ზელენსკიც არის ჩასული და ასე ვთქვათ 50-მდე ქვეყნის ლიდერი, საქართველოს კობახი, ირაკლი კობახიძით არის წარმოდგენილი, მაყურებელი პარალელურად ხედავს ამ კადრებს. მე მაქვს თქვენთან ასეთი შეკითხვა. საერთოდ ამ ეტაპზე რა არის მთავარი მოთხოვნა? ეს არის ცეცხლის შეწყვეტა, რაზეც აპელირებს უკრაინა, ხოლო რუსეთის მხრიდან ისმის ომის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, ასეთი ფორმულირება. ჩვენ ვხედავთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მცდელობებს, თურქეთის ლიდერის მცდელობებს და ასევე მე ვახსენე გლობალური სამხრეთის ეგრეთ წოდებული ლიდერები, რომლებიც პუტინის მოკავშირეებად მიიჩნევიან, მათი მცდელობაც მოუწოდებენ პუტინს ჩავიდეს და ელაპარაკოს. ანუ საერთაშორისო წნეხი თითქოს არის ახლა პუტინზე ლაპარაკისკენ. რაიმე ტიპის შეიძლება მაინც იგივე მოლოდინების კითხვას ვუბრუნდები, მაგრამ რუბიომაც დღეს აღნიშნა, რომ თუ კი ეს ომი დასრულდება, ეს იქნება აუცილებლად დიპლომატიური გზით. გაქვთ თუ არა, რომ ბოლო-ბოლო ან პუტინი ტრამპის შეხვედრის დროს, ან შესაძლებელია ზელენსკი პუტინის შეხვედრა, აი ასეთ მაღალ დონემდე მივიდეს პროცესი? ცოტა ესე ნაწყვეტ მოდის თქვენი ხმა და ამიტომ კითხვა ბოლომდე ვერ გავიგე. ყოველ შემთხვევაში გასაგებია ის, რომ რუსეთის ფედერაციას რეალურად აქვს დაწყებისთვის და მსოფლიოს უყოლას აბსოლუტურად სხვა მიდგომა აქვს. რა ასკოთ გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე ლაპარაკი მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ რეალურად ალბათ ეს გამომწვევი მიზეზები რუსეთის ფედერაციის მიერ მიიჩნევა როგორც ნატოში არ გაწევრიანება, როგორც თითქოს და რუსეთის რუსული ენისათვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება და ასე შემდეგ. ეს ისეთი მომენტებია, რომელიც ყოველ შემთხვევაში რუსები სულ იყენებენ, ეს არ არის გამომწვევი მიზეზები, ეს უბრალოდ ეს არის ასე ვთქვათ ის, რასაც რუსეთი იყენებს თავიანთი ანექსიის გასამართლებლად. ამიტომ ეს გამომწვევი მიზეზებად არაფერთ არ შეიძლება ჩაითვალოს. გამომწვევი მიზეზი ის არის, რომ რეალურად რუსეთის ფედერაციას არ გააჩნია ისტორია, არა აქვს თავისი წარსული, არ ექნება მომავალი უკრაინის გარეშე. ამიტომ ისინი თვლიან ამას გარდაუვალ მათთვის წარმოუდგენელია რუსეთის ფედერაციის არსებობა კიევის რუსეთის გარეშე, ისტორიის გარეშე და ამიტომ მათთვის ასე დამოუკიდებელი სახელმწიფო როგორც უკრაინა, მისი არსებობა სწორედ არ მიაჩნიათ. ეს არის მთელი ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი. არ არის საუბარი არც ნატოზე, არ არის საუბარი არც სხვა რაღაც ასე ვთქვათ სისულელეებზე. ამიტომ აი ეს უნდა მივიღოთ პირველ საწყისად, რომ მათთვის მიუღებელია უკრაინა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. კი ბატონო,
ბანო არჩილ, ძალიან დიდი მადლობა. ნახოთ, დაველოდოთ ბოლო ცნობა რაც არის, ეს არის იწყება წუთი წუთზე. მე ვახსენე გადაცემის დასაწყისში, სხვათა შორის, არ ვიცი რამდენად სწორად მოდის ხმა, კრემლმა გარკვეული ესე ვთქვათ, სტანდარტი დაურიგა სამთავრობო მედიას, როგორ გააშუქონ სტამბულის მოლაპარაკება და ამ გზამკვლევში სამთავრობო პროპაგანდისტვისაც კარგად ჩანს, რომ სანქციებისთვის შემზადება უნდა მოხდეს აუდიტორიის, მოლაპარაკების ჩაშლისთვის შემზადება, მოკლედ ჩანს რუსეთის წინასწარ განწყობაც ამ შეხვედრის მიმართ. როგორ ჩანს გასაგებია რუსეთი ყოველთვის რაღაცა დაწერილი სცენარის მიხედვით მოქმედებს, მათ აქვთ გათვლილი ყველაფერი წინასწარ. მე თუ მკითხავთ, უნდა ჩავხედოთ აქ ცოტა სხვანაირად მთელ სიტუაციას, უფრო გლობალური მასშტაბით უნდა შევაფასოთ, უფრო სტრატეგიულად უნდა შევხედოთ. ის რაც მე გითხარით რუსეთისთვის რაც არის მიუღებელი, ეს არის ალბათ რუსეთისთვის და პუტინისთვის სტრატეგიული ამოცანა. დღეისათვის მოლაპარაკებები ნებისმიერ დონეზე ეს მათთვის არის რაღაცა ოპერატიული ტაქტიკური დონის ამოცანის გადაწყვეტა. დღეს იქნება მოლაპარაკება, ხვალ იქნება თუ ერთი კვირის მერე იქნება, ის მაინც თუ შედგა ნებისმიერი ხელმოწერა, რომელიც დაისურვა, ის მაინც დარღვეული იქნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში და რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს, ასე ვთქვათ, თავის აი იმ სტრატეგიული მიზნის მიღწევის მცდელობას, სანამ მანამ არ იქნება ევროპა ერთიანი, სანამ მანამ არ იქნება დასავლეთი ერთიანი და არ დაეხმარებიან უკრაინას გინდაც ნატოში გაწევრიანების, თუნდაც დავიდავანებოთ ამ ყველაფერს მისი ისეთ დონეზე შეიარაღებით, რომ უკრაინას ჰქონდეს საშუალება თვითონ მოიგერიოს, ასე ვთქვათ, რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი აგრესია. კი ბატონო, მადლობა. არჩილ ცინცაძე, სამხედრო